ყველაფერი ოხრად, სახლის, კარით. აი სიბერის დროს ჩვენი გამწერება შეიძლებოდა, აი ეს კაცი ისურტიანია, მე კიდე წნევებიანი ვარ, ისეთი თვალებიდან ვეღარ ავხედავ ამამდე ნატირილი. ჩემ ცოდას ისინი როგორ აზიდავს. 2012 წელს ლაფანყურის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის არჩილ ჩოხელის მშობლებს სახალხო დამცველის ანგარიშის შემდეგ იმედი მიეცათ, რომ მათი შვილის სიკვდილსა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს ნათელი მოეფინება. პალიტრატივი ეთერდა რუსლან ჩოხელებს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში ესტუმრა. რამდენჯერაც წავდა სპეცოპერაციაზე, თუ ყოველთვის კარგად მოდიოდა, იმიტომ რომ ძველი უფროსები კარგები ყვანდნენ და ისეთ ღამე არ შეუშვებდნენ ასა და ამან პირდაპირ ღამე შეუშვა იქა. 1-2 თვის მისული იყო ეს ახალაია. არც იცნობდა ჩემი შვილი ნორმალურად, შებულებაში იყო ჩემი შვილი, როცა დაურეკებს რომ ის მოვიდაო და რა სიმართლე გითხრა არ მისია მონა რა ის უფროსად რომ მიუვიდა. მერაბიშვილი რო ყოფილიყო მაგათი უფროსი. მერაბიშვილი მაინც ღამე არ შეუშვებდა იქა. ერთი დღე გავიდა დაღამდა ის დღე არაფერი არ მოსმასვენეს არც უფროსები არ მოსულან და არ უთქვიათ რომ აი ქალბატონო ესეთი მდგომარეობა არის და ვერ მოყვავდა რაღაცა აღარ ამითხრეს მეორე დღეს გათენა მეორე დღე და მთელი ღამე გავათენდა მე ჩემ მეუღლეს უთხარი ეს ისე ცუდად გახდა ჩუჩუნი აღარ ეკუნა რომ განზრეულიყო მე უთხარი ეხლა მეთქი მე მივდივარ მაშინ მეთქი შავნაბადაზე მივდივარ მეთქი უნდა გავიგო უფროსებთან და ჩემი შვილი სად არის მეთქი ხო უარი არ მითხრა წავედი მაგრამ რომ მივდივარ სულ ესევ კანკალებ რომ მივედით იქ მივახლოდი და ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ სამხედროები და იმათ შევეკითხე რომ შვილო მეთქი ჩოხელ არჩილს იცნობდით მეთქი კიდე და როგორ არა ერთმა ტირილი დაიწოდა თქვი ალბათ ჩემი შვილი მართლა აღარ არის ეს რო ტირის მეთქი უფროსები ვაუდეიდაობს უტასულები არიან აქ არავინ არ არის მის ტელეფონის ნომერს ჩავიწერა და თუ რაღაცა იქნება მე გადავცემ და მე თვითონ დაგირეკავთ მასვენეს შვილი აქა დამიკეტეს კარები არც შენ ვიცვალე ულთანა რომ მენახნა ვინ მაიყვანეს ვინ აიყავდათ ისა მაცივარის მაიტანეს ჩაასვენეს შიგა ისე რომ ჩემი შვილი არ მაჩვენეს იმ დღისითა ტიროდი რო სიმართლე გითხრა სააკაშვილიც ავწყევლე ახალაიაც ავწყევლე აბაშიცეცა რო ვინმე მოსულიყო აქ აი არ ვიცი რა სულამდე სიმწრისაგან ახალაია დამნაშავე არ არის ისეთი დამნაშავე და ტელევიზორში რო აცხადებენ რომ ბრალდებები არა აქვს მტკიცებულებები უნდა მაგაზე მეტი ბრალდება ღარყო ღამე ოპერაციის ჩატარება არ შეიძლებოდა იქა წაიყვანა და ჩაატარა ოპერაცია და დაკოცა სპეციალურად იმიტომ რომ ივანიშვილის ხელფას იღებდა ჩემი შვილი აი იმ დღიდან ჩემთან დაკავშირებით მოკლეს ჩემი შვილი სხვა არაფერი. ქართველები დეერივნენ იქ ერთმანეთსა და ქართველმა მოკლა ისევ ჩემი შვილი ჩეჩნემა არ მოკლეს. ჩემი შვილს კი არაფერი არ ეშველება. რა გვეშველება შვილო ჩვენ არაფერი. აი სიმართლე მინდა რომ გავიგო ისი არ მოკვდა და აწევ ჩემი შვილი ვინ მოკლა ის არ გავიგო. აი ეგ მაინტერესებს მეტი არაფერი. სიმართლეს ვიტყვი მე აი ვერ დავაბრალებ ვერც ჩეჩნებს დავაბრალებ ვერც ამად დავაბრალებ აი არ ვიცი მე სიმართლე მინდა გავიგო რომ ესე იგი რატომ ვინ მოკლა და აი უბრალოდ ძირითადად მე აქცენტი მაგაღებული აი ამ ყოფილ ჯანაშვილის მოადგილესთან აბაშიძესთან რომელმაც დაუგეგმო ოპერაცია გააკეთა რომელსაც არაფერი მზავსი რამე არ ჩაუტარები არადროს სამი თვის დანიშნული იყო